My guest today on Euronews has 12 minutes with დღეს ევრონიუსის გადაცემა 12 წუთის სტუმარია ირანელი ქურთების გადასახლებული ლიდერი აბდულა მოჰთადი. დიდი მადლობა ბატონო აბდულა, რომ ჩაგვერთეთ ევრონიუსზე. უკვე ერთი თვეა ომი მიმდინარეობს ისრაელს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და իրანს შორის და თქვენ იცით, რომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ტრამპის ადმინისტრაციამ თქვენ შემოგთავაზეთ ჩართულიყავით ამ ომში თეირანის რეჟიმის წინააღმდეგ. რამდენად აქვს საფუძველი ამ მოსაზრებას? მართლაც გქონდათ ასეთი საუბარი? Have you had those kind of conversations? ეს არ არის სერიოზული ინფორმაცია. პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვიტა, რომ არ შეეთავაზებინა ქურთებისთვის ამ კამპანიაში მონაწილეობის მიღება. ჩვენ ჯერ კიდევ თავდაცვით პოზიციაში ვიმყოფებით ერაყის ქურთისტანში და ჩვენ არ გადაგვილახავ საზღვარი. უკვე ერთი თვეა მუდმივად ირანული რაკეტებისა და დრონების თავდასხმების ქვეშ ვართ, დღისით თუ ღამით, მაგრამ მაინც თავდაცვით პოზიციას ვიკავებთ. თქვენ გარკვეულწილად ადასტურებთ, რომ ასეთი გეგმის ირგვლივ დისკუსია მიმდინარეობდა. შესაძლოა ამას სერიოზული სახე არ ჰქონდა, მაგრამ ომის დაწყებამდე ჰარში ტრიალებდა იდეა, რომ თქვენ შეიძლებოდა შეერთებოდეთ ისრაელსა და ამერიკას. მსგავსი საუბრები უშუალოდ ტრამპის ადმინისტრაციასთან შედგა. ეს უფრო მოსაზრება იყო ვიდრე გეგმა. მიმდინარე ოპერაციის ირგვლივ უამრავი ბუნდოვანი საკითხი იკვეთება, მაგალითად როგორი ამერიკის გეგმა, რას აპირებენ, რამდენ ხანში აპირებენ მიზნის მიღწევას. თუმცა მაინტერესებს, ახლა რომ მოემართათ თქვენთვის იმავე კითხვით, დასთან ხვდებოდით თავდაცვიდან, თავდასხმით პოზიციაზე გადასვლას, იმიტომ რომ ასეთი რამ შესაძლებელია შემოგთავაზონ. ეს დამოკიდებულია ირანში არსებულ ვითარებაზე. ჩვენ ირანელი ქურთები ვართ, ეს ჩვენი სამშობლოა, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მიწა, ჩვენი წინაპრების მიწა. ამიტომ ჩვენ სრული უფლება გვაქვს. დავბრუნდეთ საკუთარ მიწაზე. თუ როდის და როგორ ეს დამოკიდებულია იქ არსებულ ვითარებაზე. თუ ირანული რეჟიმი იმდენად დასუსტება, რომ ის ვეღარ შეძლებს რაიმე ავნოს სამოქალაქო პირებს, ჩვენს არმიას, მაშინ დიახ, რა თქმა უნდა, დავბრუნდებით ჩვენს მიწაზე. იმის თქმა გსურთ, რომ შეუერთდებოდით მათ, მაგრამ ამისთვის საჭიროა შესაბამისი პირობები შეიქმნას ადგილზე, რაც თეირანის რეჟიმის საკმაოდ დასუსტებას გულისხმობს და მიგაჩნიათ, რომ ამ ეტაპზე ასე არ არის. ირანის პოლიტიკური პარტიების კოალიცია, რომელიც ომის დაწყებამდე თითქმის ერთი თვით ადრე შეუქმნით, მზად აითანამშრომლოს ჩვენს ხალხთან ირანის ქურთისტანში. ჩვენ შეგვიძლია უსაფრთხოების უზრუნველყოფა, შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ქაოსი, ასევე ირანის უსაფრთხოების ძალების მიერ ხალხის ხოცვა-ჟლეტა. ჩვენ ვართ პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური პარტიები, რომელთაც ირანელ ქურთებს შორის დიდი მხარდაჭერა აქვთ და ძალიან პოპულარული პოზიცია უკავიათ ზოგადად ირანელებს შორის. ასე რომ ჩვენ მზად ვართ და ვიქნებით დავბრუნდეთ საკუთარ ქვეყანაში. ისევ გჯერათ, რომ ამერიკის ადმინისტრაცია შეძლებს მიაღწიოს იმ სტრატეგიულ მიზნებს, რომლებიც დასაწყისში დაისახა და რომლებიც გულისხმობდა გარკვეულწილად რეჟიმის შეცვლას და ბირთვული საფრთხის აღმოფხვრას. თუ კი ისინი შეძლებენ რეჟიმის საკმარისად დასუსტებას, გაანადგურებენ უსაფრთხოების ძალებს, სამხედრო ინდუსტრიულ ბაზებს, ოღონდ არა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, რა საკვირველია ეს არ გვინდა, მაგრამ თუ კი საკმაოდ ძლიერ დარტყმას მიაყენებენ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსს, მაშინ შესაძლოა. ეს ყველაფერი დაეხმარება ირანელ ხალხს, რომ აღდგეს გარკვეულწილად. ეს ომი ფაქტობრივად 47 წლის წინ დაიწყო ირანის რეჟიმმა. ისინი შეიჭრნენ თეირანში მდებარე ამერიკის საელჩოში და მისი კონფისკაცია მოახდინეს. მოიწყეს ტერორისტული საქმიანობა ახლო აღმოსავლეთის მთელ რეგიონში, დახოცეს საკუთარი ხალხი, მთელი რეგიონის დესტაბილიზაცია სურდათ და მიიღეს კიდეც. დაემუქრნენ ისრაელს, რომ მისი განადგურება სურთ. ამერიკის განადგურება უნდოდათ. უკვე 47 წელია ყვირიან სიკვდილი ამერიკას. ფაქტობრივად სულ არ მიგვირს, რომ ეს ომი დაიწყო, რადგან ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ ველოდი, რომ ეს მოხდებოდა.
რომ დავაზუსტოთ, ისრაელმა განაცხადა, რომ სურდა ადგილზე ისეთი პირობების შექმნა, რომ ეს მომხდარიყო. ლიდერობა კი რასაკვირველია, ირანელ ხალხს ეკუთვნისო. თუმცა ამერიკამ განაცხადა, რომ ვერ ითანამშრომლებდა აიათოლასთან და ის ახლა მკვდარია. იმასაც ამბობენ, რომ აიათოლა უმცროსი სწორედ ასე მოიხსენიებს ტრამპის ადმინისტრაცია აიათოლას ვაჟს. მიუღებელი არჩევანიაო. ასევე ამბობენ, რომ უფრო კეთილგონიერ ხალხთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს. ასე რომ გარედან თუ შევხედავთ, რეჟიმი არ ჩანს შეცვლილი. და მაინტერესებს, თქვენი აზრით მაინც ვინ არის ეს კეთილგონიერი ხალხი? იცით ვინმე სახელი? არა არ მჯერა, რომ ამჟამინდელ ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ვინმეს ნდობა შეიძლება. არავინა ასეთი, არც პარლამენტის თავმჯდომარე თქვენ ამბობთ, რომ ვერცერთი მათგანი ვერ გაამართლებს. რა თქმა უნდა, ვერ გაამართლებს, ბერა და ვერა, ისინი ირანელი ხალხის ჯალათები არიან. ერთ თვეზე მეტია იანვარში მათ 48 საათის განმავლობაში 23,000 ადამიანი დახოცეს. ისინი ირანელი ხალხის ჯალათები არიან, კრიმინალები, კრიმინალთა ბანდა, არც ერთს არ ვენდობით. ჩვენ ირანელ ხალხს ირანელი ქურთების ჩათვლით დემოკრატიული და სეკულარული ირანი გვინდა, სადაც დაცული იქნება ქურთებისა და სხვა ეროვნების ხალხის უფლებები, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, საერთაშორისო სამართალი. ირანის მოქმედი რეჟიმის არც ერთ წარმომადგენელს არ შეუძლია ამ მიზნის მიღწევა, ახლოსაც ვერ მივლენ. ასეთ შემთხვევაში მაინტერესებს თუ კი თეირანში მყოფი ხალხი არ გამოგადგებათ, რადგან ისინი არ იმუშავებენ თქვენს სასარგებლოდ და როგორც ამბობთ, არ მივლენ დემოკრატიულ და სეკულარულ ირანთან. მაშინ ოპოზიციაზე რა სიტყვით? ვინ არის მისაღები ოპოზიციიდან, რადგან ჩვენ ვერ ვხედავთ ოპოზიციას გარედან და რამე პროტესტს ირანში? Like who? ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც არსებობს სანდო ოპოზიცია, მათ შორის ქურთებიც არიან. ფაქტობრივად ჩვენ ვართ ერთ-ერთი ძირითადი ოპოზიციური ძალა ბოლო 47 წლის განმავლობაში. სწორედ ჩვენ დავიწყეთ ამ რეჟიმის წინააღმდეგ გამოსვლა. თავიდანვე არ ვაღიარეთ ირანის ისლამური რეჟიმი და ახლაც ვიბრძვით ჩვენი უფლებებისა და ირანის დემოკრატიისთვის. ასევე არიან განწყობილი ბელუჯები, აზერბაიჯანელები, არაბები და სპარსელებიც. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში რამდენიმე საპროტესტო მოძრაობა დაიწყო ხალხმა. ასე რომ ირანის რეჟიმმა ყოველგვარი სანდოობა და ლეგიტიმურობა დაკარგა. მაინც რა როლი უნდა შეასრულონ თქვენი აზრით ევროპელებმა? რამდენად კმაყოფილი ხართ იმ გზავნილებით, რომლებიც ევროპისგან ისმის, როდესაც ისინი საუბრობენ დეესკალაციაზე, რომ რაიმე ფორმით მიიღებენ მონაწილეობას ჰორმუზის სრუტის გახსნაში, მაგრამ არა ომის გზით. მოგწონთ ეს გზავნილი? ირანთან დაკავშირებით ევროპელები ათწლეულების განმავლობაში აწარმოებდნენ შერიგების პოლიტიკას, რომელიც გაბანკროტდა. ირანის საფრთხე არა მხოლოდ ამერიკის, ისრაელისა და რეგიონის არაბული ქვეყნებისთვის. ის საფრთხეა ტერორისტული საფრთხე ევროპელებისთვისაც. ევროპელებმა უფრო გადაჭრით და მკაფიოდ უნდა იმოქმედონ, უნდა შეუერთდნენ ამერიკის ძალისხმევას, რათა აღკვეთოს ირანული გავლენა და საბოლოოდ დაამხოს რეჟიმი, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს როგორც საკუთარი ხალხისთვის, ისე რეგიონისა და დასავლეთისთვის. ისინი არიან ანტი-ამერიკელები, დასავლეთის მოწინააღმდეგენი და ზოგადად ყველას წინააღმდეგი არიან რეგიონში. როგორც ჩვენ გვესმის, იმის თქმა გსურთ, რომ ევროპა უნდა ჩაერთოს ამ ომში. სამხედრო გზით უნდა ჩაერთოს? მე არ ვწყვეტ ამას მათ მაგივრად, მაგრამ ზეწოლა უნდა გააძლიერონ ირანზე. არ უნდა შეეგუონ დეესკალაციას ისეთ რეჟიმთან, რომელიც საფრთხეა ყველასთვის და მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ისინი უნდა ჩაერთონ თუ სამხედრო გზით არა, სულ მცირე პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით. უნდა შეუერთდნენ ტრამპს, რათა დაასრულონ ეს რეჟიმი და დაეხმარონ ირანელ ხალხს. აი ამას ველოდებით ევროპელებისგან. ამ გაგებით, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი აკრიტიკებს ევროპელებს და ამბობს, რომ საკმარისად არ ეხმარებიან, ის მართალია? მე ირანელი და ირანში მცხოვრები ქურთი ხალხის გადმოსახედიდან ვსაუბრობ. ჩვენ ევროპელებისგან ველოდებით, რომ დაეხმარონ ირანელ ხალხს, ქურთებს, ქალებს, ეთნიკურ ჯგუფებს, რელიგიურ უმცირესობებსა და ყველას. უკვე რამდენიმე ათეული წელია, რაც ირანის რეჟიმის წნეხის ქვეშ ვცხოვრობთ. სად არიან ევროპელები? სად არის ადამიანის უფლებათა დამცველი მუხლები? უფრო აქტიურები უნდა ყოფილიყვნენ. ირანში დემოკრატიის მეტი მომხრენი, მეტად უნდა ეფიქრათ ხალხზე. უნდა დაშორდნენ ირანს, უნდა დაასრულონ შეგუების პოლიტიკა. დიახ.
მაინტერესებს, როდესაც ესპანეთის მსგავს ქვეყნებს უყურებთ, ესპანეთის პრემიერ-მინისტრს უსმენთ, რა განცდა გიჩნდებათ, რადგან მან განაცხადა, რომ ეს ომი უკანონოა. War is illegal. Is massacre legal? Is terrorism legal? The Iranian regime boasted a couple of years ago that they control 5 capitals in the region. ხალხის ხოცვა კანონიერია, ტერორიზმი კანონიერია. ირანის რეჟიმმა რამდენიმე წლის წინ დაიტრაბახა, რომ ამ რეგიონში 5 დედაქალაქს აკონტროლებენ. მათ გაუკეთეს ორგანიზება, დააფინანსეს და შეიარაღეს მათი სახელით მოქმედი ტერორისტული ჯგუფები მთელ ახლო აღმოსავლეთში. ისინი ცდილობენ ისრაელის განადგურებას, ცდილობენ ამ რეგიონიდან გააძევონ ამერიკა და დასავლეთი. რეგიონის ფორმირება საკუთარი ავანტურისტული ილუზიების მიხედვით ცდილობენ. ასე რომ დროა ევროპამ დაასრულოს შეგუების პოლიტიკა და უფრო აქტიური პროირანული და რეჟიმის საწინააღმდეგო პოლიტიკა გაატაროს. To put an end to this policy of appeasement and take a more active pro-Iranian anti-regime policy. ნება მომეცით ბოლო კითხვა დაგისვათ. რეგიონის მეორე დიდი ძალა რასაკვირველია თურქეთია. გაქვთ რამე ურთიერთობა პრეზიდენტ ერდოღანთან? რა თქმა უნდა, უამრავი ინფორმაცია გავრცელდა იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ სურს ამ ომის ესკალაცია და რომ ის ვერ ხედავს თქვენს ფუნქციას ამ მხრივ. გაქვთ რამე პირდაპირი ან თუნდაც კულუარული დიალოგი თურქეთთან? We've been trying to assure Turkey that we have ჩვენ ვცდილობდით თურქეთის დარწმუნებას, რომ არავითარი ცუდი განზრახვა არ გვაქვს თურქეთის მიმართ. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ თურქეთის მეგობრებიც და კარგი მეზობლებიც ირანის ქურთისტანში. მათ შეშფოთების არავითარი საბაბი არ აქვს ჩვენს ირანელ ქურთისტანის განზრახვებთან და პოლიტიკასთან დაკავშირებით. გასაგები ამ ნოტაზე გემშვიდობებით და გიხდით მადლობას, რომ ევრონიუსზე გვეწვიეთ. Thanks for your time. გმადლობთ.